ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტოები და მივდივართ ისევ მარტო. ეს შეიძლება გაშინებდეთ, იწვევდეს სევდას და მოწყენილობას, მაგრამ ეს ეგზისტენციალური მოცემულობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხ მომენტებს ჩვენ განვიცდით საკუთარ თავთან. თუ გულწრფელად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ნამდვილი შინაგანი ცვლილებები, მოღვაწეობა იქნება ეს თუ ტრანსფორმაციები, ყოველთვის ხდება მარტოობაში. ფიზიკური მარტოობა არ იგულისხმება ამაში, რა თქმა უნდა. შინაგანად თქვენ მარტო განიცდით და ზუსტად ისე, როგორც თქვენ, სხვამ ეს არ იცის. უნარი იყოთ მარტო, დაიტიოთ ის. მიიღოთ მისგან ძალა უმნიშვნელოვანესი უნარია ზრდასრული პიროვნების. ვინც ვერ ისწავლა საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, ვერ აწყობს ნამდვილ და ღრმა ურთიერთობებს სხვასთან, რადგან მასში შიშით შედის, რათა შეივსოს შინაგანი სიცარიელე, აექცეს საკუთარ თავს. სიყვარული კი სისავსიდან იბადება. სხვისი თვითმყოფადობის აღიარებიდან. მარტოობის შიში კი ბიოლოგიურად ღრმადაა ძალიან ჩვენში ჩაწერილი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ადრე მარტოობა სიცოცხლისთვის საფრთხეს უდრიდა. ახლა კი აღარ ვართ მსგავს გადარჩენაში, მაგრამ ეს სიღრმისეული შიში ისევ მოქმედებს. ამიტომ ხშირად ვთანხმდებით ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც დიდად არ გვახარებს. ვერ ვამბობთ უარს იქ, სადაც არ გვინდა რომ სადაც რეალურად გვინდა რომ თქვათ, რადგან ზურგი არ გვაქციონ და მარტო არ დარჩეთ, მაგრამ მარტოობაში შეგვიძლია რეალურად საკუთარი შინაგანი ხმის გაგონება, ჩვენი სურვილების და გზის დანახვა. და ეს განდეგილობა არ არის, ეს არის რეალური კონტაქტი საკუთარ თავთან. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მარტო ყოფნასთან და თვლით თუ არა თავს მარტოსულად დაწერეთ კომენტარში.